მსოფლიოში მასწავლებლების ერთ-ერთი გამოწვევაა. როგორ გავიგოთ, ნამდვილად გაიგე სტუდენტებმა ის, რის გაგებასაც ვთხოვთ. ინტერნეტის, YouTube-ისა და ასე შემდეგ გამოყენებით, მოსწავლეები შეძლებენ უპასუხონ შეკითხვებს იმის ახსნის გარეშე, თუ რატომ არიან მართლები. ხანდახან მათემატიკის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ გადაწყვეტის დაკავშირება პასუხთან, იმგვარად რომ პროცესიც გაიგონ. ჩვენ უნდა გადავაფასოთ მათემატიკის შეფასების გზები და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა შევქმნათ სანდო სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეებს გაგების დემონსტრირებისა და ახსნის საშუალებას მისცემს სხვაგან ნაპოვნი ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. ერთ-ერთი შესანიშნავი ინსტრუმენტი ამისთვის Microsoft Mathematics-ია. როგორც ხედავთ, ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოიყენონ გრაფიკული კალკულატორი და დახაზონ დიაგრამები ადვილად. თუ ტაბელი გამოიყენება, მოსწავლეებს პირდაპირ ეკრანზე შეუძლიათ წერა, აი ასე. Microsoft Mathematics-ი ავტომატურად გარდაქმნის ნაწერს ნაბეჭდად. როცა მოსწავლეები Enter-ს დააჭერენ, გადაწყვეტების ველს გამოუტანს, როგორც ამას კალკულატორი გააკეთებდა, მაგრამ ტექსტს ან ნაწერს იყენებს შესატანად. მოსწავლეებს შეუძლიათ ამ გადაწყვეტების ნაბიჯების გამოყენება პასუხის გასაცემად, ამოცანის გადაჭრის გარეშე. აქედან ძალიან ადვილი იქნებოდა უბრალოდ ამ ნაბიჯების ჩაწერა მათემატიკის შეფასების ტრადიციულ ნაწილად. მოდით ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გავართულოთ ეს და მაინც მივახციოთ იმას, რომ მოსწავლეებმა კონცეფციის გაგების განმარტება მოახდინონ. გადავიდეთ Microsoft OneNote-ზე და დავწეროთ განტოლება გვერდის ზედა ნაწილში. შემიძლია იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ვფიქრობ, რომ არ ესმით, როგორ ამოხსნან განტოლება, ჩაწერონ ვიდეო ამოხსნის პროცესში და განმარტონ თვითეული ნაბიჯი. ამის გაკეთება მარტივად შეიძლება Microsoft Community Clips პროგრამის გამოყენებით, რომელიც განთავსდება ინსტრუმენტების პანელზე. ქვემოთ უბრალოდ მონიშნეთ არე და ყველაფერი, რაც ამ არეშია, ჩაიწერება ვიდეოდ. ახლა რაც მგონია, რომ უნდა გაკეთდეს ამ მათემატიკურ გამოწვევაში. უნდა შევეცადო და გავიგო x-ი. რადგან უნდა გავიგო x-ის მნიშვნელობა. ვიცი რომ x-ი კვადრატში როცაა, მას 4 აქვს დამატებული, ამიტომ აი ასე მოვაშორებ ამ 4-ს. თუ ამას გავაკეთებ წითლად დაწინწყლული ხაზის ერთ მხარეს, მეორე მხარესაც იგივე უნდა გავაკეთო. ახლა ვიცი რომ x-ი კვადრატში უდრის 40 - 4, ანუ 36-ს. ახლა გამოვიყვანო კვადრატი x-ი კვადრატიდან, იმიტომ რომ კვადრატის მოშორება მინდა. და თუ ერთ მხარეს გავაკეთებ, მეორე მხარესაც იგივე უნდა გავაკეთო. ამგვარად საბოლოოდ მოსწავლე მიხვდება x-ი უდრის +-6, როგორც კი გასცემს პასუხ შეკითხვას. შემდეგ ჩაწერას დაასრულებენ და შექმნიან ვიდეოს, აი ამგვარად. აი მგონია რომ ეს უნდა გაკეთდეს ამ განტოლებაში. უნდა მივხვდე x ჩემით. თუ მოსწავლეს ვიდეო შევანახინებთ, ჩვენ გვექნება არა მხოლოდ მათი პასუხის და გადაწყვეტების ნაბიჯების ჩანაწერი, არამედ მათი ნაფიქრალიც პრობლემების გადაწყვეტისას. ახლა შევინახე ეს ვიდეო. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ გადაიტანონ ეს ვიდეო Microsoft OneNote-ში. ახლა შემიძლია დავინახო მიცემული შეკითხვა და ნაწერიც განტოლების ამოხსნის პროცესში. მაგრამ თუ ვიდეოს ჩაურთავენ, გადათრევა ჩაგდების საშუალებით პირდაპირ OneNote გვერდზე შემიძლია ვნახო თვითონ პროცესი ესმით თუ არა. შემიძლია ეს ვიდეო ნებისმიერ დროს ვნახო. ეს მეთოდი საშუალებას მაძლევს მე, როგორც მათემატიკის მასწავლებელს, უკეთ გავიგო თუ როგორ ესმის სტუდენტს კონცეფცია. შემიძლია დავინახო სრულად ესმით თუ არა პროცესი მათემატიკური ამოცანის გადაჭრისას.